მოდის. და დიქტატურა ეფექტური არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაც შეიძლება მეტი ადამიანი არის სათუსაღოში, რაც შეიძლება მეტი ადამიანი არის დაშინებული, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იდევნება. ეს არის და არა ის, რომ კანონი არის ეფექტური. კანონი როგორ შეიძლება იყოს ეფექტური, თუ ის არის მიმართული იმაზე, რომ ადამიანებს შეუზღუდოს შეკრების თავისუფლება, ადამიანებს შეუზღუდოს გადაადგილების თავისუფლება და ზოგადად ყველა სხვა თავისუფლებები, ფუნდამენტური თავისუფლებები, მათ შორის აზრისაც გამოხატვის, ხო? ანუ ჩვენ ახლა საუბარი არა გვაქვს იმაზე, რომ კანონი სამართლიანია და კანონი არის სწორედ სამართლიანი კანონი არის ეფექტური და არა, ჩვენ ამაზე არა გვაქვს საუბარი, დღეს გვაქვს საუბარი იმაზე, ამდენად ეფექტურად იყენებს რეპრესიულ მექანიზმებს მთავრობა და პირადად ივანიშვილი. ჩვენ ამაზე გვაქვს ახლა საუბარი და ამას უნდა გავუსწოროთ თვალი და ეს უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ დღეს გვაქვს ეფექტურობისკენ მიმავალი დიქტატურა და დიქტატურას მიაჩნია ეფექტურად, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს ქუჩაში, რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს ჰქონდეს პროტესტი და რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს თავისუფალი. თავისუფალი არა იმ გაგებით, რომ ის ციხეში არ იყოს, არამედ თავისუფალი იმ გაგებით, რომ ის არის გარეთ და თავისი თავისუფლება ესმის, თავისუფლებები ესმის და იცავს. დიახ. უკაცრავად. კი ბატონო. ამიტომ სახელები უნდა დავარქვათ იმას, რასაც აკეთებს მთავრობა და პირადად ბიძინა ივანიშვილი. კი ბატონო, როგორ ფიქრობთ ბატონ ზიად, აი რა უნდა იყოს ასეთ დროს ეფექტური წინააღმდეგობა, პასუხი აი ამ რეპრესიების, მათ შორის აი ამ განკაცრებული კანონის, აი ამ დიქტატურის, როგორც თქვენ შეაფასეთ, ხომ? რა იქნება ეფექტური ასეთ დროს? იმიტომ რომ ფაქტობრივად დღეს რუსთაველის გამზირზე და აქციაში მონაწილეობის დგომის ფასი არის ის, რომ გააზრებულად იცი, რომ შესაძლოა ამის გამო რამდენიმე დღე საპატიმროში აღმოჩნდე, ხო? ასეთი მოცემულობა შეგვიქმნეს. ყველაზე ეფექტური საშუალება დიქტატურის დამარცხების არის დაუმორჩილებლობა და ბუნებრივია ჩვენი თვითმიზანი არ უნდა იყოს, რომ ადამიანები გამოვიდნენ რუსთაველზე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ხვალ საპატიმრო დაწესებულებაში აღმოჩნდნენ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ ადამიანები ვიყოთ რაც შეიძლება ბევრი და ლეგიტიმური საფუძველი იმ ბჭყალებში ეფექტური კანონისა, რაზეც ყობახიძე საუბრობს, არ იქნება. იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც იქნებიან მრავლად, იქნებიან ათეულათასობით, რა თქმა უნდა, ასეთი თავყრილობის და ასეთი შეკრების არალეგიტიმურად ცნობა და ასეთი შეკრების გამო ადამიანების სათუსაღოში გამოკეთვა იმ კანონსაც კი, იმ კანონის მანდატსაც კი ცილდება, რომელიც აქვს მიღებული ქართულ ოცნებას. ამიტომ ან არის მოსაფიქრებელი კიდევ სხვა მექანიზმები და უმორჩილებლობის, რომელიც ისედაც ანთოლოგიაში ბევრია და შეგვიძლია ჩავხედოთ, ნახოთ, როგორ უპირისპირდებიან დიქტატურებს სხვადასხვა ქვეყანაში და გარდა ამისა არის კიდევ ის კრეატიული მიდგომები, რომელიც ჩვენ საზოგადოებას არაკლია და ძალიან ბევრჯერ სთავაზობს ამას ხელისუფლებას ან იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება უფროსურად აქვს მიტაცებული და სთავაზობს ბიძინა ივანიშვილს და ამიტომ ხედავთ, რომ სწორედ ამ მებრძოლ ხასიათს, ამ კრეატიულ ბუნებას ქართული საზოგადოებისას ვერ იგებს ბიძინა ივანიშვილი და ის მას უპირისპირებს ასეთ ხის და ასეთ უხეშ ფორმას. ეს უხეში ფორმა არის ადამიანების ციხეში ჩაყრა და მიაჩნია, რომ ამით გააჩერებს ის პროცესს, ამით გააჩერებს ის პროტესტს, ამით გააჩერებს ის აი ამ წინააღმდეგობას და არის ეს წინააღმდეგობა, ხო? და ამას მე მგონი შევერაღებელი თვალითაც უკვე ყველა ამჩნევს და ყველა ხედავს. მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც ხედავს და მას უბრალოდ ჯერ არ აქვს ის გააზრებული, რა არის მისთვის უკეთესი ამ ვითარებაში, არის ასეთი ხისტი მიდგომა და ასეთი რეპრესიული მექანიზმი, მისთვის უკეთესი თუ არის მისთვის უკეთესი, რომ დაფიქრდეს, რომ აი ამ საზოგადოებას რა უნდა, ამ საზოგადოებას რისკენ აქვს მისწრაფება
და აქედან გამოიტანოს სწორი დასკვნა. ეს არის ახლა დღეს სხვადასხვა დაპირისპირებულ მხარეებს, ეს აქვს დასაზრებელი, ხო? საზოგადოება, რომელიც არ ემორჩილება დიქტატურას, საზოგადოება, რომელიც არ ემორჩილება უსამართლო კანონებს, საზოგადოება, რომელიც არ ემორჩილება საქართველოს ანტიევროპულ განწყობებსა და რიტორიკას და მართლობას და საქართველოს, რომელიც ითხოვს განვითარებას, ხო? და აქეთ არის ბიძინა ივანიშვილი ძალიან მცირერიცხოვანი ჯგუფით, რომელიც მართლობაში ყავს თავმოყრილი, როგორც ადგილობრივში, ისევე ცენტრალურში და ამით ცდილობს შეიქმნას განცდა, რომ ის არის სწორგზაზე და ის ამ ქვეყნის ნორმალურ განვითარებას უზრუნველყოფს. რეალურად ის მთელი თავისი პოლიტიკური რესურსი, რაც მას გააჩნია, ეს არის პოლიცია, ხო? და დააკვირდით, ის ვერ ელაპარაკება ხალხს პირადად, ვერ ელაპარაკება ხალხს ირაკლი კობახიძე, ვერ ელაპარაკება ხალხს შალვა პაპუაშვილი და ვერცერთი სპიკერი, რომელიც ქართულ ოცნებას ყავს. დიახ. მათი ერთადერთი სალაპარაკო ენა არის ან პოლიციელები, ეს კოლექტიური დგებუაძეები, ან აი რა ვიცი, მოსამართლეები, ცეკვავები, ცაცუები და ასე შემდეგ, ხო? ეს არის მათი საკომუნიკაციო ენა და მათ არ აქვს სხვა საქმელი და ამ დროს საზოგადოება ზუსტადაც ითხოვს იმას, რომ აი ამ პრესინგს, აი ამ ძალადობას უნდა დაუსვას წერტილი და რა ვიცი, სხვა მექანიზმი თუ შეიძლება ჩვენ წარმოვიდგინოთ გარდა დაუმორჩილებლობისა, მე არ მესმის, მე ვხედავ და ამას ისედაც გრძნობს ყველა მოქალაქე. კი ბატონო. აბა რატო გამოდიან ეს მოქალაქეები ყოველ საღამოს რუსთაველზე და ვაკვირდებით, რომ ყოველდღიურად განსაკუთრებით ამ კანონის მიღების შემდეგ იზრდება მოქალაქეების რიცხვი. მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გაიზრდება და კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოხატავს ამ თავის პროტესტს და გამოვა ყოველ საღამოს რუსთაველზე. რუსთაველი როგორც ეპიცენტრი, იმიტომაც არის აი ამ მოვლენის ეპიცენტრია და ამიტომაც ვსაუბრობ რუსთაველზე და რა თქმა უნდა, არ დაემორჩილება მათ შორის აი ამ რეპრესიულ პოლიტიკას, რომელსაც ახლა ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ. უკვე ხედავთ, დანდობაც არა აქვს ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ყველა ჯგუფის, ყველა სეგმენტის, ყველა სფეროს წარმომადგენელი უნდა დასაჯოს, იმიტომ რომ აი იქ იქნებიან ჟურნალისტები, იქნებიან მასწავლებლები, იქნებიან მსახიობები, იქნებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ხო? ყველა უნდა მოაქციოს აი თავისი რეპრესიული მანქანის მაწუხებში. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ბატონ ზია ძვიად გურიძე. და სიმტკიცე. საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა